ბენიტო მუსოლინი 1893 წლის 29 ივლისს იტალიის ჩრდილოეთში სოფელ დოვიაში დაიბადა. დედა როზა მალტონი სოფლის მასწავლებელი და ღრმად მორწმუნე კათოლიკე იყო. მამამისი ალესანდრო კი მჭედელი გახლდათ. ბენიტო პირველი შვილი იყო. მისი დაბადების შემდეგ მუსოლინების ოჯახში კიდევ ორი ბავშვი, არნალდო და ედვიჯე დაიბადა. მუსოლინის სკოლის ასაკიდანვე ამჟღავნებდა ლიდერის თვისებებს. იგი თანატოლებზე გავლენის მოპოვებას და მათ მართვას ცდილობდა. ლიდერის პოზიციის მოპოვებას ყველაზე ხშირად ჩხუბით ახერხებდა. მიუხედავად მისი ასეთი აგრესიული ხასიათისა, ბენიტო კარგად სწავლობდა და სკოლაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოსწავლედ ითვლებოდა. მუსოლინის პოლიტიკით დაინტერესება ჯერ კიდევ გიმნაზიიდან დაიწყო. მამის მსგავსად იგი სოციალისტური პარტიის წევრი გახდა და ფორლის ადგილობრივი პარტიული გაზეთისთვის პოლიტიკურ სტატიებს წერდა. 1901 წელს ბენიტო უმცროსი კლასების მასწავლებლის დიპლომი აიღო და სამუშაოდ სოფელ პიევეს სალიჩეტოში მოეწყო. პირველ პარტიულ ორგანიზაციას სწორედ ამ სოფელში ჩაუდგა სათავეში. ბენიტო სოფლის სოციალისტური პარტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა. მისი პარტიული კარიერა სოფელში დიდხანს არ გაგრძელებულა. 1902 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავი რომ აერიდებინა, ბენიტო შვეიცარიაში გადავიდა. შვეიცარიაში მყოფი იტალიელებისგან, რომლებიც ემიგრაციაში ძირითადად შავ სამუშაოს ასრულებდნენ, მუსოლინი აშკარად გამოირჩეოდა. მას შეეძლო წერა-კითხვა, თავისუფლად საუბრობდა ფრანგულ ენაზე, ერკვეოდა პოლიტიკურ სისტემებში. 18 წლის ბენიტო თანამემამულეთა შეკრებებზე სიტყვით ხშირად გამოდიოდა. სწორედ შვეიცარიაში შეარქვეს მას პიკოლო დუჩე, რაც პატარა ბელაც ნიშნავდა. მოგვიანებით ეს მეტსახელი შემცირდა და მხოლოდ დუჩე დარჩა. 1903 წელს შვეიცარიის პოლიციამ იტალიის მოთხოვნით მუსოლინი როგორც დეზერტირი დააკავა და სამშობლოში დაბრუნდა. ბენიტო ციხეში ჩასვეს. შემდეგ კი იძულებული გახდა სამხედრო ბეკარა მოეხადა. 1907 წელს ბენიტო სოციალისტური პარტიის პატარა გაზეთის ლა ლიმას რედაქტორი გახდა, რომელიც პოლიტიკური კარიერისთვის ბრწყინვალე შესაძლებლობას ქმნიდა. გაზეთის საშუალებით იგი თავს ესხმოდა იტალიის მთავრობას, ვატიკანს, მთელ კათოლიკურ სამყაროს. მუსოლინი თვლიდა, რომ ხელისუფლება და რომის პაპი მშრომელებს ჩაგრავდნენ და კაპიტალისტების ინტერესებს იცავდნენ. თავისი აგრესიისთვის ხაზი რომ გაესვა, იგი სტატიებს ჭეშმარიტი ერეტიკოსის ფსევდონიმით წერდა. 1910 წელს დუჩე ფორლის სოციალისტური პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარედაც აირჩიეს და იმავე წლის ოქტომბერში მუსოლინი პარტიის ყრილობაზე დელეგატად პირველად მიიწვიეს. 2 წელიწადში ბენიტო იმდენად დაწინაურდა, რომ მას სოციალისტური პარტიის მთავარი ბეჭვდითი ორგანოს რედაქტორობა ჩააბარეს. ბენიტო საცხოვრებლად მილანში გადაბარგდა და პარტიული გაზეთი ავანტი იგივე წინ სულ მალე ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გამოცემად აქცია. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. იტალია მასში ჯერჯერობით მონაწილეობას არ იღებდა. სოციალისტურმა პარტიამ, რომელიც ანტიმილიტარისტულ პოზიციაზე იდგა, მოსახლეობას ომის საწინააღმდეგო მანიფესტით მიმართა. პარტიის პოზიციით იტალიას ამ ომში აბსოლუტური ნეიტრალიტეტი უნდა დაეცვა, მაგრამ მუსოლინი პარტიას არ ეთანხმებოდა. ამის საპასუხოდ მუსოლინი მთელ იტალიაში საჯარო გამოსვლებს აწყობდა, სადაც სოციალისტურ პარტიას ქვეყნის ნაციონალური ინტერესების გაყიდვაში ადანაშაულებდა. მუსოლინის მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა. მას სურდა ომის საშუალებით იტალიაში რევოლუციური სიტუაცია შექმნილიყო, რათა ხელისუფლებაში მოსულიყო. 1915 წლის 23 მაისს იტალია ანტანტის მხარეს პირველ მსოფლიო ომში ოფიციალურად ჩაება. იტალიურ არმიაში მობილიზაცია დაიწყო. აგვისტოს ბოლოს კი ბენიტო ფრონტზეც გაიწვიეს. მუსოლინის სამხედრო ნაწილი მდინარე იზონცოსთან მიმდინარე ბრძოლებში გაგზავნეს. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის მან კაპრალის ჩინიც კი მიიღო. 1917 წელს ბენიტო ფეხში მძიმედ დაიჭრა. იგი ფრონტისთვის უვარგისად სცნეს და სამშობლოში გაისტუმრეს. 1917 წლის გაზაფხულზე კაპორეტოსთან გამართულ ბრძოლაში იტალიის არმია ავსტრიელებთან სასტიკად დამარცხდა. დემორალიზებული ჯარისკაცები ფრონტს მასობრივად ტოვებდნენ. იტალიაში ასობით ათასი მეომარი დაბრუნდა, რომლებიც მარცხს ხელისუფლებას აბრალებდნენ. ჯარისკაცთა მასა ნელ-ნელა უმართავი ხდებოდა. მუსოლინიმ ეს ვითარება კარგად გამოიყენა. მან ზუსტად იცოდა ჯარისკაცთა განწყობა და შეძლო მათი ინტერესებიდან გამომდინარე მიზანმიმართული აგიტაციის წარმოება. სულ მალე ბენიტო ჯარისკაცების კუმირი გახდა. მან გადაწყვიტა ესარგებლა ამ პოპულარობით, რათა საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია შეექმნა. 1919 წლის 23 მაისს მილანში ახალი ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. მუსოლინის ორგანიზაციას იტალიის ბრძოლის კავშირი ერქვა, შემოკლებით კი მათ ფაშისტებს ეძახდნენ.
ახალი ორგანიზაცია თავის მიზნად ვეტერანი ჯარისკაცების უფლებების დაცვას ისახავდა. სულ მალე მათი სამოქმედო პროგრამა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური და სოციალური მოთხოვნებით შეივსო, რომელსაც რადიკალური ხასიათი ჰქონდა. ომის შემდეგ გაჭირობაში მყოფი იტალიის მოსახლეობა, რომელსაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამოსწორება სურდა, ფაშისტებს სულ უფრო მეტ მხარდაჭერას უცხადებდა. 1921 წლის მაისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე მუსოლინის პარტიამ 35 მანდატი მოიპოვა. ფაშისტების რიცხვი იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ 1922 წლისთვის იტალიაში ფაქტიურად ორ ხელისუფლებიანობა დამყარდა. მუსოლინის კონტროლის ქვეშ სულ უფრო მეტი რეგიონი ექცეოდა. ბენიტომ ძალაუფლების ხელში აღება ძალის გამოყენებით გადაწყვიტა. 27 ოქტომბერს ფაშისტებში მობილიზაცია გამოცხადდა. რეგიონებში არეულობა დაიწყო. სამთავრობო ძალებთან შეტაკება მოხდა ბოლონიაში, კრემონაში და ალექსანდრიაში. მთავრობა ფაქტის წინაშე დადგა, მათთან ხელისუფლება მუსოლინისთვის უნდა გადაეცათ, ან სამოქალაქო ომი დაეწყოთ. იტალიის მეფე ვიქტორ ემანუელ მესამე დათმობა არჩია და მუსოლინი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ფაშისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ. მთავრობაში მოსვლისთანავე მუსოლინიმ პირდაპირი კონტროლი დააწესა შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და კოლონიების საქმეთა სამინისტროებზე. ბენიტო ერთდროულად 7 სამინისტროს ხელმძღვანელობდა და ამავე დროს პრემიერ-მინისტრის პოსტიც ეკავა. მუსოლინი შეუზღუდავი უფლებამოსილებით აღჭურვილი დიქტატორი გახდა. ფორმალურად იგი ანგარიშვალდებული მხოლოდ მეფის წინაშე იყო, თუმცა ამასაც მხოლოდ ფასადური მნიშვნელობა ჰქონდა. 1926 წელს ახალი კანონი გამოიცა, რომლის მიხედვითაც მთავრობას შეეძლო კანონები პარლამენტთან შეთანხმების გარეშე მიეღო. 1928 წელს კი საპარლამენტო არჩევნები საერთოდ გაუქმდა. იტალიაში ფაშიზმისა და მუსოლინის კულტის ტოტალური დამკვიდრება დაიწყო. დუჩესს აცხადებდნენ ერის სიმბოლოდ და ღირსებად. მისი პორტრეტები გამოფენილი იყო ყველა ქუჩასა თუ ავტომაგისტრალზე. სკვერებში დაამონტაჟეს დიქტატორის ბიუსტები, დადგეს ძეგლები. დუჩეს განდიდების კამპანიამ თავის ზენიტს 30-იან წლებში მიაღწია, როდესაც დიქტატორის საპატივცემულოდ პოემებსა და ლექსებს თხზავდნენ. 1909 წელს ბენიტოს თავისი ყოფილი მოსწავლე კარელ გვიდი შეუყვარდა. მან გოგონას განუცხადა, რომ პოლიტიკური საქმიანობის გამო იგი არ აპირებს ოჯახის შექმნას და ამიტომ ერთად ცხოვრება შეუღლების გარეშე შესთავაზა. რაქელის მშობლები ამის სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა ბენიტომ მაინც თავისი გაიტანა. საბოლოოდ დუჩეს რაქელზე დაქორწინება მაინც მოუწია, მაგრამ ეს უკვე მოგვიანებით მოხდა. რაქელთან ბენიტოს 5 შვილი ჰყავდა, მაგრამ ოჯახთან იგი თითქმის არ ცხოვრობდა. ოჯახის ნაცვლად დუჩე დიდ დროს საყვარლებს უთმობდა. საყვარლებს შორის ფავორიტად 20 წლის კლარეტა პეტაჩი ითვლებოდა. პეტაჩი მუსოლინის ეპოქაში გაიზარდა, მისთვის დიქტატორი თითქმის ღმერთი იყო და მის ყველა მოთხოვნას უყოყმანოდ და სიხარულით ასრულებდა. თავის მხრივ კი მუსოლინი პეტაჩის ძვირფას სამკაულებს და სხვადასხვა ძვირად ღირებულ ნივთებს შუქნიდა. ქვეყანაში ძალაუფლების გამტკიცების შემდეგ 30-იან წლებში მუსოლინი საგარეო აგრესიაზე გადავიდა. 1923 წელს იტალია მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო დანახარჯები და ომისთვის მზადებას შეუდგა. 1935 წელს მუსოლინიმ საფრანგეთთან ინტერესთა სფეროების გამიჯვნის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა და აფრიკაში თავისუფლად მოქმედების საშუალება მიიღო. დასაწყისისთვის იტალია ეთიოპიაში შეიჭრა. ერთ წელიწადში ეთიოპიის სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა და იგი იტალიის სამეფოს ნაწილად გამოცხადდა. იტალიის შემადგენლობაში აღმოჩნდა სომალი და ერიტრეაც. ამ ომმა იტალიისა და გერმანიის დაახლოება გამოიწვია. გერმანია ჰიტლერის მეთაურობით ევროპაში საკუთარი გავლენის აღდგენას და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობდა. ორმა დიქტატორმა ერთმანეთს სწრაფად გაუგეს. 1927 წელს მუსოლინი და ჰიტლერი ერთმანეთს ბერლინში შეხვდნენ და პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. 1929 წელს იტალიამ უკვე ალბანეთის ანექსია მოახდინა. მეორე მსოფლიო ომში იტალია 1940 წლის 10 ივნისს ჩაერთო, მაშინ როდესაც ვერმახტი უკვე პარიზში იმყოფებოდა და საფრანგეთის დიდი ნაწილიც ოკუპირებული იყო. თავის მხრივ იტალიამ სამხრეთ საფრანგეთი, კერძოდ კი კორსიკა, სავოი და ниცა მიისაკუთრა. 1941 წელს მუსოლინიმ გერმანიის მსგავსად საბჭოთა კავშირს ომი გამოუცხადა, მისი დივიზიები სტალინგრადის ოპერაციაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. რუსული კომპანია იტალიისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. 1942-43 წელს გერმანულ-იტალიურმა კოალიციამ სტალინგრადთან კრახი განიცადა. იტალიამ რუსეთში გაგზავნილი თითქმის ყველა დივიზია დაკარგა. 1943 წელს ომი უკვე თავად იტალიას დაემუქრა. 10 ივლისს ინგლისურ-ამერიკული კორპუსი სიცილიაში შეიჭრა. მუსოლინიმ დახმარებისთვის ჰიტლერს მიმართა, მაგრამ ფიურერმა რუსეთის ფრონტზე შექმნილი მძიმე ვითარების გამო დუჩეს დახმარება ვერ შეძლო.
დუჩეს გარემოცვა მოახლებულ კატასტროფას გრძნობდა და ამიტომ ბელადის ჩამოგდება გადაწყვიტა. ფაშისტთა ლიდერებმა დიდი კრება მოიწვიეს და დიქტატორს განუცხადეს, რომ იგი პარტიის ლიდერის პოსტიდან გადაყენებულია. ბენიტომ კრების გადაწყვეტილება არ სცნო. მეორე დღეს იგი იტალიის მეფემ დაიბარა და პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მისი დათხოვნის შესახებ აუწყა. მეფის სასახლიდან გამოსვლის შემდეგ ბენიტო დააპატიმრეს. იტალიის ახალმა მთავრობამ ომიდან გამოსვლისა და მოკავშირეებთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ განაცხადა. იტალიაში ვითარების შეცვლამ აპენინის ნახევარკუნძულზე გერმანიის გააქტიურება გამოიწვია. ჰიტლერის პირადი ბრძანებით გერმანულმა სპეცრაზმა აპენინის მთებში პატიმრობაში მყოფი მუსოლინი გაათავისუფლა და ვერმახტის ძალებით იტალიის ოკუპაცია დაიწყო. მოკლე დროში ქვეყნის დიდი ნაწილი გერმანულმა ჯარებმა დაიკავეს. მეფის ხელისუფლება სამხრეთში გადავიდა, სადაც უკვე მოკავშირეები იმყოფებოდნენ. იტალიაში მუსოლინის ფაშისტური რეჟიმი აღსდგა, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი მოვლენა იყო. 1945 წლის აპრილისთვის თითქმის მთელი იტალიას უკვე მოკავშირეები და იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები აკონტროლებდნენ. მუსოლინი შვეიცარიაში გაქცევას შეეცადა, მაგრამ 1945 წლის 27 აპრილს იგი პარტიზანებმა დააკავეს. მეორე დღეს მუსოლინი და მისი საყვარელი კლარეტა პეტაჩე პატარა სოფელ ჯულია დე მეძეროტოში გადაიყვანეს. პარტიზანებმა კლარეტას დიქტატორის მიტოვება და თავისუფლება შესთავაზეს, მაგრამ ამაზე მან უარი განაცხადა. წინააღმდეგობის მოძრაობის განაჩენით მუსოლინის დახვრეტა მიუსაჯეს. იგი იმავე დღეს კლარეტა პეტაჩასთან ერთად დახვრიტეს. როგორც ამბობენ, დახვრეტის დროს კლარეტა თავის საყვარელს მკერდით გადაეფარა. მათი ცხედრები პარტიზანებმა მილანში გადაიტანეს და პიაცა ლორეტოს მოედანზე თავდაყირა დაკიდეს. 1 მაისს დიქტატორისა და მისი საყვარლის გვამები მილანის სასაფლაო მუზოკოზე დაკრძალეს. Il tribuno trascinante ed irresistibile dell'intervento popolare e l'eroe purissimo della